ეს პირველად მოვედი ჯიმში დღისით, დილით ყოველ შემთხვევაში. წლებია ვარჯიშზე არ მიუგია, მაგრამ ადრეც როცა დავდიოდი აქტიურად, ყოველთვის ღამე დავდიოდი ხოლმე ან საღამოს და ბიჭო დილით რა კაი ყოფილა. ჯერ ხო цаრიელია ჯიმი რაც გინააკეთე, მე სვისუფთავია დაწკრიალებულია ყველაფერი, სუნი არ არის, კარდები თავისუფალი არის. და ის რა კაი რაღაც ყოფილა. აც დილით ვი ხოლმე. ანუ კი დიდი ბიჭი ვარ, მაგრამ თან ეს მარცხენა ხელი არა. აუცნაური დარვაზდენ რომ მოდიხარ და ღამე რო არა. პირიქით ეხა რო იწყება დღე. მოკლედ, რატო არის გასაკვირი ჩემი დიდი ხელები? იმიტომ რომ მთელი ცხოვრება როცა ვარჯიშობდი, არასდროს არ ვარჯიშებდი ხელებს. მეგონა რომ ამ ბიცეპს და ტრიცეპს ბიჭები მარტო იმიტომ ავარჯიშებდნენ, რომ აი გოგოებისთან რაღაცა იმარიაჟებ და რაღაცა და ძალიან არ მიზიდავდა ეგ. იდეა მოკლედ რომ რაღაცა გოგოებისთვის მე ვარჯიშა და რაღაც მემარიაჟა და ამიტომ მთელი ცხოვრება ვარჯიშებდი სხეულს. უმეტესად ვაკეთებდი ხოლმე მკერდს, ზურგს, ფეხებს და ასე შემდეგ. ხო და ტანიკი მაქვს ეხა დიდი, მაგრამ ხელები დამჭა ძალიან სუსტი, იმიტომ რომ არასდროს არ ვარჯიშებდი. ხო და ეხა რომ დავიწყე თავიდან ვარჯიში, მივხვდი რომ ხელებში ძალა არ მაქვს იმდენი, როგორც მთელს დანარჩენ სხეულში. ხო და ეხა უმეტესად ხელებს ვარჯიშებ ხოლმე. ხო და სულ რაღაც 1 თვეა, 2 თვეა, 2 თვე ნახევარია მაქსიმუმ, რაც აქტიურად დავიწყე ვარჯიში და ამ 2 თვეში რომ ესე გამეზარდა, ასწორებს. პოტენციალი მქონია, ტყულა არ ვარჯიშებდი. ხო და მაგიტო მიხარია გამბავ. ხო, ეხა შემიძლია მეც ვიმარიაჟო ხოლმე დიდი ბიცეპსით და ტრიცეპსით და ზოგადად დიდი ხელებით. ასე რომ ხო ესა ამ ყველაფრის backstory.